ილამ შვიდობიის მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ლამაზ ქალბატონი შემომიერთა სტუდიაში და მათგან უნდა მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შევხვდეთ გაზაფხულს და ზაფხულს ენერგიულად, ჩვენს ორგანიზმს რა უნდა მივაწოდოთ, რა სჭირდება, მოკლედ ძალიან ისეთი ქალური და საინტერესო თემები გველოდება წინ. მოგესალმებით და მადლობა რომ იმყოფებით ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნამდვილად აღვიდგინოთ ვიტამინებისა და მინერალების ბალანსი და შევხვდეთ გაზაფხულს ენერგიულად. სხვათა შორის ეს არის ის საკითხი და თემა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ხშირ შემთხვევაში ყოველთვის გავცემ ხოლმე რჩევებს და რეკომენდაციებს იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ირგვლივ არიან. მართლა ძალიან მეც ყოველთვის ვიღებ ხოლმე კვებით დანამატებს და იცით რა არის, აი ქალური თემაც როგორ ყველას, ანუ მამაკაცი იქნება, ბავშვი იქნება თუ ქალბატონი იქნება, ნამდვილად ყველას ეხება ეს თემა. 1+ აქცია GM Pharma-სგან ევროპული წარმოების ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე ვისაუბრებთ, როგორც ვიცით, ეთერში შემოსვლამდეც მე წუწუნებდი, რომ ეს პერიოდი, გაზაფხულის პერიოდი ასოცირდება სისუსტესთან, დაღრილობასთან, უხასიათობასთან, ძალიან ბევრი თუნდაც ვიცით, აი უფრო ქრონიკულ სერიოზულ დაავადებებს, როდესაც ეხება საქმე, ამ პერიოდში ძალიან მწვავდება კიდევაც, ანუ გაზაფხული არის ეს პერიოდი და მით უმეტეს, როდესაც ესეთი ცივი ზამთარი გქონდა, ამ პერიოდში მზის გამოსხივება არის ნაკლები, ასევე კვება, შეიძლება ზამთარში არ იყოს ისეთი საკვები, რომლისგანაც შეიძლება რომ მივიღოთ ეს მინერალები და ვიტამინები, მაგრამ არის საკვები, მაგალითად, რომელიც მე უბრალოდ არ მიყვარს და შესაბამისად იქიდანაც ვერ ზამთარში და ვერ ზაფხულში ვერ ვიღებ ამ დანამატებს და შესაბამისად GM Pharma-ც ეხლაც არ დაუშვა გამონაკლისი და ჩვენს მომხმარებელს ევროპული წარმოების საკვებ დანამატს თავაზობს და რაც მთავარია 1+1 აქციით ქეთი სულამიშვილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი და ჟანა მაღლაკელიძე საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. ქალბატონო ქეთი, მოდი დავიწყოთ პირველ რიგში. თქვენი ზოგადად ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული არის ეს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და თან ისიც ვიცით, რომ აქტიურად განიხილავენ, რამდენად გჭირდება ეს ბიოლოგიური დანამატები იქნებ საკვებიდან მივიღოთ, რამდენად ესე თქვა სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის და აი რა არის, აი ბიოლოგიურად აი ესეთი დანამატები რო აუხსნათ უფრო კარგად. კი ბატონო, გამარჯობა, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მოსახლეობას. პირველ რიგში ძალიან სწორი აქცენტი იყო შესავალში, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულდა და 5-6 დღეა მზის სხივებიც გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, მაინც არ არის საკმარისი ეს მზის სხივები ზამთარგამოვლილი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, ორგანიზმისთვის ენერგიის აღსადგენად, ხო? გარდა ვიტამინისა, მას სჭირდება ძალიან ბევრი ვიტამინი და მინერალი, რომლის მარაგიც ზამთარში ჩვენმა ორგანიზმმა ამოწურა. რატომ ზამთარში ძალიან ხშირად ვავადობთ ხშირად, ხო? იგივე რესპირაციული ინფექციები, ვირუსული დაავადებები, ანუ გარშემო თითქმის ყველას აქვს ბავშვს მოზრდილს. ამიტომ აი ასეთი ავადობის შემთხვევებში ვიტამინების და მინერალებზე მოთხოვნილება ორგანიზმის იზრდება, ანუ უფრო მეტს ხარჯავს ჩვენი ორგანიზმი ვიტამინს და მინერალს და ეს შემდგომში აისახება იმაში, რომ მარაგი ვიტამინების და მინერალების იწურება. გარდა ამისა, სწორად აღნიშნეთ, ხილი ბოსტნეული ზამთრის პერიოდში პრაქტიკულად ძალიან იშვიათად მოიპოვება ბუნებრივი პროდუქტები, რომელიც თავისთავად შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს და ეს არის ბუნებრივი წყარო აი ამ ნუტრიენტებისთვის. რომც მოიპოვებოდეს, მას ჩვენ ძალიან ხშირად თერმულად, მექანიკურად ვამუშავებთ და ეს ამცირებს კონცენტრაციას ვიტამინების და მინერალების ასეთ წყაროებში და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ თვად ენერგიულად ვერ ხვდებით ხოლმე ადრეულ გაზაფხულს, სწორედ ამისთვის გჭირდება ვიტამინების და მინერალების ბალანსის აღდგენა. ამაში გვეხმარება ჩვენ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. ნახეთ როგორ არის, ანუ როგორც აღნიშნეთ, უკვე ბუნებრივი პროდუქტებიც რა თქმა უნდა შეიცავს აი ამ ვიტამინებს და მინერალებს, თუმცა ხშირად ვერ ხერხდება, თუნდაც იგივე მაგალითად ფინანსური დანახარჯის გამო, თუნდაც აი ზუსტად ის მიზეზი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, უბრალოდ არ გიყვართ ეს პროდუქტები და ვერ იღებთ. ეს განსაკუთრებით უფრო მწვავე და აქტუალურია ბავშვებში. აი ზოგ ბავშვს მაგალითად თევზის პროდუქტი საერთოდ გასინჯული არ აქვს 2-3 წლის ასაკში, ხო? არა და გვეუბნებიან, რომ თუ თევზის პროდუქტებით არ ვიკვებებით კვირაში 2-3 ჯერ მაინც, ჩვენ ომეგა-3-ის მიღება გარედან დაგვჭირდება, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი ნუტრიენტი როგორც ბავშვისთვის, ისე ზრდასრული ადამიანისთვის. ბავშვის მხედველობა, თავის ტვინის განვითარება სწორედ ომეგა-3-ის ადეკვატურ რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ემსახურება სწორედ იმას, რომ რასაც ჩვენ კვებით ვერ ვახერხებთ რომ მივიღოთ,
მივიღოთ აი ეს ჯანმრთელობისთვის, ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნუტრიენტები, მივიღოთ სხვადასხვა გამოშვების ფორმით. ეს არის ტაბლეტი, კაფსულა, საშეტი, ლოლიპოპი, ჟელი, სხვადასხვა ბავშვებისთვის და ლამაზი არის. კი ბატონო, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ბავშვებისთვის მე ვიტყოდი. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია და ძალიან კარგი ფორმით არის. ნუ შეიძლება ზოგი ადამიანი იკვებება ჯანსაღად ან თვლის რომ იკვებება ჯანსაღად, მაგრამ ზოგჯერ გრძნობთ ხოლმე ანუ ენერგიობას, რაღაცა გარკვეული სიმპტომები არის და ამ ყველაფერს თუ არ ვაკვირდებით, შეიძლება ან თუ არ მოვუსმინეთ ჩვენს ორგანიზმს კარგად, შეიძლება ვერ მივხვდეთ თუ რა არის ესე ვთქვათ ამ ყველაფრის საწყისი. აი სიმპტომთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ და თქვენ რა აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომელი სიმპტომი რაზე მიგვანიშნებს თუნდაც და რა ვიტამინი სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა. ზოგადად სიმპტომატიკაზე დავიწყებ, ზოგადად რითი ვგრძნობთ ხოლმე, ანუ რითი გვანიშნებს ჩვენი ორგანიზმი, რომ დახმარება სჭირდება, ხო? ეს არის ზოგადი საერთო სისუსტე, რომელიც ალბათ გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით ყველას გამოგვიცდია. ასევე ეს არის მეხსიერების პრობლემები. აი ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თუ არ ჩავიწერეთ რაღაცა, ისე ვერ ვიმახსოვრებთ, ხო? განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში. ეს არის გამოფიტულობის, უენერგიობის შეგრძნება, ეს არის კანის თმის, ფრჩხილის, ასე ვთქვათ, სტრუქტურის შეცვლა, ხო? ასეთი პრობლემები განსაკუთრებით ადრეულ გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს. ასევე ეს არის შეიძლება იყოს მხედველობის პრობლემა, ანუ ყოველი ასეთი სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს ორგანიზმს შესაძლებელია დახმარება სჭირდებოდეს. ნუ გარდა ამ ზოგადი სიმპტომატიკისა, ყველა ვიტამინს და მინერალს თავისი ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში და რა ორგანოზეც მოქმედებს, იმ ორგანოს მხრივ გამოვლინდება შემდგომში დეფიციტის სიმპტომები. ასე მაგალითად აი ბეჭდგუფის ვიტამინები, რომელიც პრაქტიკულად ძალიან მჭიდრო კავშირშია ნერვული სისტემის, ასე ვთქვათ, ნორმალურ ფუნქციონირებასთან, მეხსიერების პრობლემები, გულებაგანწყობილების გაუარესება, დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, შფოთვები შესაძლებელია სწორედ მისი დეფიციტის ბრალი იყოს. მაგალითად კალციუმი, რომელიც ცვლებისთვის და ასე ვთქვათ, კბილებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? განსაკუთრებით პოსტმენოპაუზური, კი ბატონო, პოსტმენოპაუზური პერიოდის ქალბატონებისთვის, ნუ ეს მათთვის არის თითქმის პირველი რიგის მიკროელემენტი, რომელიც უნდა მიიღონ. ნუ და ვიტამინი, რომელზეც პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ იმდენია ჩვენს მოსახლეობაში, ასე ვთქვათ, ინფორმაციაც და ვიტამინის შესახებ, ეს არის ვიტამინი, რომელიც თითქმის ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას მართავს ჩვენს ორგანიზმში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგალითად ძვალკუნთოვანი იმუნური სისტემისთვის. ამიტომ თუ ჩვენ D ვიტამინი გვაკლია, ხშირად ვავადობთ, იმუნური სისტემა დაქვეითებულია. ასევე გვაქვს ძვლოვანი პათოლოგიები, მაგალითად ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია და ასე შემდეგ. ანუ ყველა ვიტამინს და მინერალს თავისი სიმპტომი აქვს, როგორ შეიძლება მისი დეფიციტი გამოვლინდეს. ზოგი ვიტამინია ბოდიში, რომელსაც ექიმის რეკომენდაციის გარეშე ჯობია რომ არ მოიღონ და ესეც აქვთ თქვა, იმიტომ რომ თუ თვლით რომ D ვიტამინი კარგია, ჩვენით არ ვიყიდოთ და შესაბამისად. რა თქმა უნდა, ნახეთ, აქ არის ორი მიმართულება, საპრევენციო მიმართულება და დეფიციტის შესავსები მიმართულება. ანუ საპრევენციო შეგვიძლია ანუ უსაფრთხოდ ყოველდღიური მოთხოვნილება ჩვენ თავადაც შევივსოთ. ხოლო რაც შეეხება დეფიციტი თუ გვაქვს და უკმარისობა D ვიტამინის, ამ შემთხვევაში უმჯობესია ექიმმა გასცეს რეკომენდაცია დოზაში არჩიოს სწორად და შესაბამისად ეფექტური შედეგიც მიიღოს. ეხლა ყველაზე საინტერესო ნაწილზეც უნდა გადავიდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაფხებობს ხოლმე აქციები, შეთავაზებები და როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ჟანასთან მინდა გადავიდე კითხვით, GM Pharma ნუ ყოველთვის თავაზობს მომხმარებელს შეთავაზებებს, აქციებს, რაც ძალიან ხელმისაწვდომი არის მათთვის და 1+ აქცია, ხო, როგორც აი უფრო დეტალურად რო გვესაუბროთ, რა სახის აქცია არის, ეს ეხება თუ არა სრულ პროდუქციას, იგივე ვიტამინები იქნება, მინერალები იქნება, თუ მოკლედ უფრო ვრცლად რო გითხრათ ამ შეთავაზების შესახებ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ვეტყვი, რომ GM Pharma-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებზე, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ასე ძალიან ელოდება, აქცია დაიწყო, 1+1 ტიპის აქცია და რას ნიშნავს ეს აქცია? ერთი კოლოფი შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრად. ეს აქცია PSP-ს აფცია ქოქსელში მიმდინარეობს 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით. ვიდრე მოკლედ შევეხები რა ბრენდებზე მიმდინარეობს ეს აქცია, მინდა რომ ჩვენს მოსახლეობას უთხრა კომპანიის შესახებ. GM Pharma ის გახლავთ 100% ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია და ჩვენი მედიკამენტები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. მინდა ვთქვა, რომ კომპანია წელს 25 საიუბილეო წელს აღნიშნავს და სიამაყითაც მინდა ვთქვა, რომ უკვე საუკუნის მეოთხედია ჩვენ ვემსახურებით ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ვზრუნავთ, რომ ადამიანებს გაუმარტივოთ და გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, ასე რომ ვთქვათ და მათი ხარისხი, ხო, ცხოვრების ხარისხი. რაც შეეხება ბრენდებს მოკლედ შევეხები, ომეგა-3-ის მნიშვნელობაზე ქეთი მისაუბრა, ეს არის როგორც საბავშვო, ისე მოზილთა ფორმები, ომი-3 ჟელი, ომი-3 ჯუნიორი,
კლასიკური ომესამი კარდიო, რომელიც სპეციალურად ქოლესტერინისთვის დასარეგულირებლად გამოიყენება. ომესამი D3 ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია ჩვენი ომეგა-3 და D3-ის კომბინაცია. ერთად D ვიტამინს რაც შეეხება, ასევე D ვიტამინზეც ვისაუბრეთ, რომ D ვიტამინის მნიშვნელობა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, D3 დროპსი, D3 დროპსი ეს საბავშვო ფორმები გახლავთ წვეთები. D3 ჟელი ეს უკვე ჟელიბონებია, დათუნიას ფორმის გემრიელი ჟელიბონები. ჩვენი პატარებისთვის D3 1000, 2000, 5 და 10000 საერთაშორისო ერთეულის D3 K2 ეს შედარებით ახალი პროდუქტი გახლავთ. ვიტამინებს რაც შეეხება, ცინკოვიდების ოჯახზე გვაქვს აქცია, ასევე ცინკოვიდ იმუნოცინკოვიდ, ნეიროცინკოვიდ, კარდიო, ვიცი რომ მოსახლეობა ამას უკვე ძალიან კარგად იცნობს და ლოლიპოპზე მინდა ვთქვა. ეს გახლავთ საბავშვო ფორმა ლოლიპოპების, რომელიც არის ორი სახის ლოლიპოპი მულტივიტამინი და ლოლიპოპი იმუნიტი ბუსტი. აქ ჩვენ შეგვიძლია ამ ფორმით ჩვენს პატარებს მივაწოდოთ, აი ყველაზე პრეტენზიულ პატარებსაც კი, რომლებიც არაფერზე არ გვეთანხმებიან ამ ფორმით შეუშვათ. დიახ. თვითონ ითხოვენ ხოლმე ასეთ ფორმას, არ უწევს მშობელს ასე ვთქვათ ძალდატანება, რომ მიიღოს ბავშვი. ძალიან კარგია. დავამატებ სიახლეზე, კომპანიაში გვაქვს სიახლე, დაუცლებად მინდა გავაჟღერო, ეს არის აშვა-ანტისტრესი, რომელიც სტრესის მომხსნელი, შფოთვის შესამცირებელი, მცენარეული ბუნებრივი კომპონენტებზე დამზადებული საკუთარი დანამატი გახლავთ, საკმაოდ აქტუალურია, ხო, ეხლა ეს პრობლემა, ამიტომ ესეც ჩართულია აქციაში, უროველი, რომელიც არის შარდ-სასქესო-გზების ინფექციების სიმპტომების შესამსუბუქებელი და რეციდივის თავიდან ასაცილებელი პოპულარულ ენაზე ცისტიტებს ვეძახით ჩვენ, ხო, ასეთ ინფექციებს, Hilsi Baby Kits-ი, რომელიც ცხვირის ღრუს სანაციისთვის გამოიყენება, გასტროენტეროლოგიაზე ვიტყვი, რომ აქ რეოკონზე და ლაქტოჯი Kits-ზე გვაქვს ეს აქცია, ეს პატარებისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, Nexinite, რომელიც საძილე საშუალება გახლავთ, ნიამარინი, ალკრესტი და ასე შემდეგ, საკმაოდ ცხელია. დაახლოებით 1 წუთი გვაქვს დრო და მაინტერესებს ჩვენს მაყურებელს, მეც მაინტერესებს ჩვენს მაყურებელს არწმუნო, როგორ უნდა არჩიონ მათთვის საჭირო პროდუქტები. იმიტომ რომ ჩამონათვალი ძალიან ბევრია და შეიძლება დავიბნეთ. ყველაფერი მჭირდება მე მგონი და ცოტა ასეთ შეხედვით თითქოს ყველაფერი საჭიროა ნამდვილად. ანუ პირველ რიგში რასაც ვითვალისწინებთ, ნუ ასაკია რა თქმა უნდა, ვისთვის გვინდა, ხო, ბავშვისთვის თუ გვინდა შესაბამის დანამატები გვაქვს. ბავშვს რა პრობლემა აქვს, მაგალითად უნდა მეხსიერების გაუმჯობესება, კონცენტრაციის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება თუ ასე შემდეგ. ამის მიხედვით ვარჩევთ დანამატს, აი მაგალითად იმუნიტეტის გასაძლიერება, ძვლოვანი სისტემის გასაძლიერება, შეგვიძლია მივცეთ D3, რომელიც წვეთის სახითაც გვაქვს D3 დროპსი და D3 ჟელი. მეხსიერებისთვის გონებრივი, ასე ვთქვათ, მონაცემების განსაკუთრებით სკოლის ბავშვებისთვის გონ სასკოლო ბაღის ასაკის ბავშვებს უწევთ რაღაცა სხვანაირი გონებრივი სამუშაოების შესრულება, ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრაცია. აქ ვიყენებთ უკვე ომეგა-3-ის ბრენდს, ეს არის ომე-3 ჟელი, ომე-3 ჯუნიორი. გარდა ამისა, ბავშვებში ვითვალისწინებთ იმას, რომ უნდა იყოს ჰიპოალერგიული, უნდა იყოს ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული, იმისთვის რომ უსაფრთხოების პროფილი იყოს მაღალი და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი რაც არის gluten free, ძალიან ხშირად აქცევენ ხოლმე ამ ბოლო პერიოდში ამას ყურადღებას, რომ ცელიაკია, რომელიც არის სწორედ ამასთან დაკავშირებული დაავადება, ძალიან რთული იყო მსგავსი პროდუქტის. ამიტომ ამ მხრივ უსაფრთხოა. მოზრდილებს რაც შეეხება პრევენციას თუ ვაკეთებთ, აქ საპრევენციო დოზები უნდა შევარჩიოთ, მაგალითად D3 1000, 2000 საერთაშორისო ერთეული, თუ დეფიციტის შევსება გვინდა 5 და 10000 საერთაშორისო ერთეული დაგვეხმარება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. რომ ეს აქცია ქოქსელში მიმდინარეობს 10 მარტიდან 24 მარტის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო და სასიამოვნო სტუმრობისთვის. ქეთი სურამლიშვილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი და ჟანა მაღლაკელიძე საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენს სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ნამდვილად ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად.